წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვების ცერემონია გაიმართა. ღონისძიება უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა ირაკლი ბრაჭულმა გახსნა. საზეიმო ცერემონია წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტსა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებას ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის დელეგაციის წევრები, პროფესორ-მასწავლებლები და კიბერუსაფრთხოების ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელია. ღონისძიების ფარგლებში პროგრამის მონაწილეებს დიპლომები გადაეცათ. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის დელეგაცია იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა გაცნობოდა უმაღლესი განათლების მოწყობის სისტემას. ვიზიტის დროს თანამშრომლობისთვის შეირჩა ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტი და მისი კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა, რომელიც აღიარებულია საუკეთესოდ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით საქართველოში პირველად შეიქმნა ერთობლივი ქართულ-ამერიკული ინგლისურენოვანი კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც კურსდამთავრებულებს ანიჭებს ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების მაგისტრის და კიბერუსაფრთხოების მაგისტრის ერთობლივ ქართულ-ამერიკულ აკადემიურ ხარისხს. 2022 წლიდან დღემდე პროგრამაზე ირიცხება 120-მდე სტუდენტი, რომელთა სწავლის საფასური სრულად ფინანსდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ. ღონისძიებაში ანსამბლ ჰერიოს წევრები მონაწილეობდნენ. საზეიმო ცერემონიას ტელეწამყვანი ელისაბედ აბულაძე უძღვებოდა. დღეს არის ჩვენი ერთობლივი კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის დამაგვირგვინებელი საღამო. დღეს ჩვენი სტუდენტები პირველი და მეორე კოჰორტა მიიღებს ენკაუსა და სანგუს დიპლომებს. ეს არის ძალიან დიდი შრომის, ძალისხმების და მონდომების შედეგი. ძალიან დიდი დღესასწაულია ჩვენი უნივერსიტეტისთვის, რადგან ჩვენი პარტნიორობა, ჩვენი მეგობრობა, რომელზეც ამდენი წელი მუშაობდით, დღეს აი ამ შედეგად გარდაიქცა. დღევანდელი ღონისძიება მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. ის წარმოადგენს მრავალწლიანი შრომის შედეგს. საერთაშორისო პროგრამა ერთ-ერთ ყველაზე რთულ სფეროს კიბერუსაფრთხოებას ეხება. ეს პროგრამა ხორციელდება წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტსა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შედეგად. სწორედ დღეს აღინიშნება ამ პროგრამის პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია. ისტორიული დღეა, რომელიც აღნიშნავს ერთობლივი ძალისხმევის ნაყოფს. ეს პროგრამა მომავალი თაობებისთვის ბიძგის მიმცემია. ეს პროგრამა ძალიან საინტერესო იყო ქართველი სტუდენტებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ არა მხოლოდ ქართველი ლექტორები, არამედ ამერიკელი ლექტორები გვასწავლიდნენ და ძალიან საინტერესო იყო მათი პრაქტიკიდან და მათი გამოცდილებიდან ამ ცოდნის მიღება ჩვენთვის. მე გახლავართ კურსდამთავრებული ამ პროგრამის NKU-სა და სანგუს ერთობლივი პროგრამის. დღეს გვაქვს გამოსაშვების საღამო. ავიღებ 2 დიპლომს, ესე იგი კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციული უსაფრთხოება. თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საბაკალავრო ნაშრომების დაცვა გაიმართა. დღეს საეკლესიო არქიტექტურის, ხუროთმოძღვრების მიმართულების კურსდამთავრებულებმა თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს. შემფასებელი კომისიის წინაშე წარდგნენ იოანე ლორდ-გიფანიძე და გიორგი ჭყოიძე. სამონასტრო კომპლექსი ძალაანთხევში, ზრუნვა მოკლებულ ბავშვთა და მოხუცთა ურთიერთობის ჰარმონიზაციის სამყარო. ამ თემებზე წარმოადგინეს ნაშრომები კურსდამთავრებულებმა. კომისიის თავმჯდომარე გახლდათ დეკანოზი ბესარიონ მენაბდე. კომისიის წევრები იყვნენ არქიტექტურის დოქტორი ნიკოლოზ აბაშიძე, გეოლოგიის დოქტორი მურად ტყემალაძე, ფილოლოგიის დოქტორი გვანცა კოპლატაძე და საეკლესიო არქიტექტურის, ხუროთმოძღვრების, ხატწერის დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის დეკანი, დეკანოზი იოსებ ვანიძე. თემის ხელმძღვანელები იყვნენ არქიტექტურის დოქტორი მედეა მელქაძე და არქიტექტურის მაგისტრი ნანა აბრამია. წარმოდგენილი ნაშრომები კომისიამ დადებითად შეაფასა და ორივე კურსდამთავრებულს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიანიჭა. ვცდილობთ, რომ ჩვენს სტუდენტებს შევასწავლოთ როგორც საერო, ასევე საეკლესიო არქიტექტურის ძირითადი პრინციპები. ეს საბაკალავრო პროგრამა ცხადია და ფაქტიურად ეს არის საფეხური
შემდეგ ამ მიმართულებით განვითარებისა. ის რომ სასულიერო აკადემიაში ხდება ეს ყველაფერი, გამომდინარე იქედან, რომ შეუძლებელია საეკლესიო ხუროთმოძრავაზე ვისაუბროთ, ან არქიტექტორმა რაიმე დააპროექტოს, თუ მას ელემენტარული ცოდნა არ აქვს, მას არ აქვს სასულიერო განათლება. და ამიტომ ეს ჰარმონიზაცია საერო და სასულიერო დისციპლინებისა, სწორედ იდეა სწორედ ეს იყო სასულიერო აკადემიის სივრცეში ჩვენი ფაკულტეტის გახსნისა და ფუნქციონირებისა. ჩვენ აი ამ პროექტში შევქმნით ორი სივრცე, ეს ტერიტორია მდებარეობს, ესე იგი, სოფელ მუხათგვერდის მოპირდაპირედ და აქ ჩადის მდინარე მტკვრიდან შემოყვანილია, ესე ვთქვათ, არხი, რომელიც ყოფს ერთმანეთისაგან ბავშვთა საცხოვრებელ სივრცეს და აი მოხუცებულთა სივრცეს, სადაც ისინი დღის მანძილზე არიან და საღამოობით ისევ სახლში ბრუნდებიან და აქვეა, ესე ვთქვათ, შექმნილი ის არქიტექტურული აუცილებელი ნაგებობები, რომელიც საჭიროა სწორედ აი ამ ბავშვებისა და მოხუცების ურთიერთობისთვის. ეს არის გასართობი დარბაზები, სპორტული დარბაზები და ასე შემდეგ. თვითონ ამ პროექტზე მუშაობა ძალიან საინტერესო იყო იდეით და კონცეფცია იმდენად საინტერესო, რომ დაინტერესდნენ თვითონ ბავშვები და ცხადია, ესეთი გულისყურით მოვეკიდნენ ამ საქმეს და მე ვფიქრობ, რომ თავი გაართვეს. იმიტომ რომ თემა ძალიან რთულია, როგორც ვთქვით, ეს სახელმწიფო დონის, მაგრამ უკვე ამ თემაზე ფიქრი, აი ჰარმონიზაცია მოხუცებულების, ყოფილი პედაგოგების და ახალგაზრდათაობის ეს არის 12-დან 16 წლამდე ბავშვები, აი ამ ერთ სივრცეში ყოფნა, ეს ძალიან საინტერესო იქნება. თან ბავშვებს თან დამოუკიდებელი სივრცე, ძალიან დაინტერესდნენ ბავშვები. გარდა ამისა, დიპლომანტს ეს ერთი თემა არ არის, რაც დიპლომანტებს საკმარისი იქნებოდა დიპლომის დაცვის. მეორე თემა ეს არის სამონასტრო კომპლექსი. სამონასტრო კომპლექსი გულისხმობს იქ ესე ვთქვათ ნაგებობებს, რომელიც აუცილებელია მონასტრისთვის, ეს არის სენაკები, ეს არის სატრაპეზო, ეს არის სასტუმრო, ეს არის პატრიარქის რეზიდენცია და თვითონ ტაძარი. ამიტომ ორი სტუდენტი მუშაობდა აი ამ დიდ თემაზე, განაწილებული ჰქონდათ ეს სამუშაოები და მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპისთვის ნორმალურად გაართვეს თავი ამ რთულ ამოცანას, ამ ორთავი მიმართულებით. ჩვენი ფაკულტეტი იმითი არის საინტერესო, რომ აქ ხდება ორი სხვადასხვა არქიტექტურული მიმართულების ჰარმონიზაცია სწავლის პროცესში. ესაა საეკლესიო ხუროთმოძღვრება და ესაა საერო არქიტექტურა. ამიტომაც თვითონ საერო არქიტექტურის არსებობა ამ სივრცეში ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვზდით ძალიან ჰარმონიულად განვითარებულ ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება გააკეთოთ ორივე მიმართულების პროექტები, რაც დღევანდელ სიტუაციაში და დღევანდელ გარემოში იშვიათობას წარმოადგენს. ამიტომაც დიდი მადლობა თვითონ აი ამ სასულიერო აკადემიას, რომ ამ საშუალება მოგცა ჩვენ. ჩვენი პროექტი ამ შემთხვევაში საერო ნაწილი პროექტისა ეს გახლავთ ზონალობა მოკლებული ბავშვთა და მოხუცთა ურთიერთობის ჰარმონიზაციის სივრცე და რას ნიშნავს ეს? აქ ბავშვები არ არიან ჩაბარებული, ანუ უარი არ აქვთ ნათქვამი მშობლებს ამ ბავშვებზე. ეს ბავშვები არიან ჩაბარებული და მინდობელი სახელმწიფო ზრუნველობას. ასეთი ფორმაც არსებობს. ამიტომაც ამ ბავშვების გაშვილება არ არის. აქ არის 14-დან 18 წლის ჩათვლით ბავშვები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, სწავლობენ, ესაც საინტერესო სწავლობენ, თავისი სკოლა არის აქ. შესაბამისად ამისა თვითონ აი ამ მაკეტზე და ნახაზებზე ჩანს თუ როგორი სამყაროა შექმნილი აქ.
ბავშვთა სამყარო, იქ მოხუცთა სამყარო, ოღონდ მოხუცები როგორ არიან აქ? ესენი არ არიან მოხუცთა თავშესაფარი, ეს არის მოხუცთა დღის სამყოფი. ეს არის ცალკე თემა, რომელიც მსოფლიოში ძალიან პოპულარული თემას წარმოადგენს. ამ თემაზე 90-იან წლების დასაწყისში კონკურსი გამოცხადა თავის დროზე საქართველოში და კონკრეტულად თბილისში და შესაბამისად ეს თემა ეს პროექტი უნდა აშენებული იყო თბილისში, მაგრამ მოხდა თბილისის ომი და შესაბამისად ამისა ეს თემა საერთოდ მიძინებული გახდა. დღეს ჩვენ ამ თემას, რომელიც 30 წლის წინანდელ აქტუალურ თემას წარმოადგენს და მსოფლიოში დღესაც აქტუალურია, აი ამ სივრცეში ჩვენ ამ თემას ვაცოცხლებთ. ჩვენი სადიპლომო ნაშრომი შედგება ორი ნაწილისგან, ეს არის საეკლესიო და საერო არქიტექტურა. შესაბამისად ჩვენ წარმოვადგინეთ ორი პროექტი. ეს არის მამათა მონასტერი ძალაანთხევში, იოანე დამასკელის სახელობის დახურული მამათა მონასტერი და ასევე მეორე საერო არქიტექტურა, ეს არის ერთგვარი პანსიონი ზრუნავმოკლებულ ბავშვებისა და მოხუცთა ურთიერთობის ჰარმონიზაციის სამყარო. ჩვენ ამისთვის გვქონდა მოცემული მეოთხე კურსის მეორე სემესტრი და შეიძლება ითქვას, რომ სრულად შევასრულეთ ჩვენი დავალება. ჩვენი სადიპლომო ნამუშევარი შედგება ორი ნაწილისაგან, ეს არის საეკლესიო არქიტექტურა და საერო არქიტექტურა. საერო არქიტექტურაში მოვიცავთ თემას ბავშვთა და მოხუცებულთა თავშესაფარს, დღის სამყოფელს, რომელიც სხვადასხვა შენობებით არის დაპროექტებული, სხვადასხვა სივრცეს მოიცავს. იმერული ფოლკლორის საღამოები დასრულდა. 24 ივნისს დასკვნით კონცერტზე მაყურებლის წინაშე ვანის, საჩხერისა და ბაღდათის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები და ლოტბარები წარდგნენ. დამიჯერე ჩემს იმერეთს ერთხელ ნახავ. მერე მჯერა ვერასოდეს დაივიწყებ. ამ სახელწოდებით ღონისძიებები ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საკონცერტო დარბაზში 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საღამოების ციკლის სათაური აფხაზეთში დახვრეტილი პოეტის ეთერ სამხარაძის ლექსიდანაა. კონცერტზე წარმოდგენილი იყო განახლებული პროგრამა, საარქივო და საექსპედიციო ჩანაწერების მიხედვით აღდგენილი ფოლკლორული ნიმუშები და საგალობლები. ფესტივალის დახურვის ღონისძიებას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე უძღვებოდა. ღონისძიებები დედაქალაქში 22, 23 და 24 ივნისს გაიმართა. აღსანიშნავია, რომ პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება. ეს 3 დღე იყო ძალიან მნიშვნელოვანი. იმერეთის სალოტბარო სკოლები ყავდა სტუმრად თბილისში. ყველა სკოლამ წარმოადგინა საოცარი რეპერტუარი, საოცარი საგალობლები და ძალიან დიდი წინსვლა არის ამ კუთხით. იმერეთი ერთ-ერთი მოწინავე რეგიონი გახდა. ჩვენ იცით, რომ 45 სალოტბარო სკოლა გვაქვს და მე მინდა ვთქვა, რომ იმერეთის სკოლებმა ძალიან კარგად წარმოაჩინეს თავი და ეს პროექტი შეიძლება ჩაითვალოს ძალიან წარმატებულად და ჩვენ გავაგრძელებთ თბილისში სხვადასხვა რეგიონების სალოტბარო სკოლების მოწვევას და ესე კუთხური კონცერტები გვექნება, ჩამოვიყვანთ სვანებს, ჩამოვიყვანთ კახელებს, ჩამოვიყვანთ ქართველებს და ესეთი ტიპის კონცერტები ძალიან საინტერესო არის როგორც თვითონ ბავშვებისთვის და ჩვენი თქვათ ლოტბარებისთვის, ასევე ძალიან საინტერესო არის თბილისელი მსმენელისთვის, მაყურებლისთვის, იმიტომ რომ ესეთი ტიპის კონცერტები როგორც მე არ მახსენდება, რომ ჩატარებული იყო აქამდე კონკრეტული კუთხის ფოლკლორის ესეთი დოზი და ესეთი სიძლიერით წარმოჩენა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა იმერეთიდან სალოტბარო სკოლების საანგარიშო კონცერტი, სადაც წარმოდგენილი იქნა ქართული ტრადიციული საგალობლები, ქართული ხალხური სიმღერები. ახალგაზრდების მიერ შესრულდა ძალიან კარგად. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ სალუტბარო სკოლები წლიდან წლამდე ვითარდება. მათი პოპულარიზაცია და ცნობადობა იზრდება რეგიონებში. ძალიან ბევრი ახალგაზრდა უერთდება სალუტბარო სკოლებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ ქართული ტრადიციული ხელოვნების პოპულარიზაცია გაიზარდოს.
და ასევე ჩვენ მომავალი თაობის სახით მივიღოთ ნიჭიერი და ძლიერი შემსრულებლები. სალუტპარო სკოლები უკვე 10 წელზე დიდი ხანია მოქმედებს საქართველოს მასშტაბით. 45 სალუტპარო სკოლაა, სადაც უფასოდ შეისწავლება ქართული გალობა, ქართული ხალხური სიმღერა, ტრადიციული საკრავები და ასევე ქორეოგრაფიაც და ეს არის ძალიან დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, ვინაიდან ჩვენ ამ ახალგაზრდების სახით მივიღებთ განათლებულ, კულტურულ და შემოქმედებითად ძალიან საინტერესო საზოგადოებას. იმერეთში 7 სალუტპარო სკოლა გვაქვს. დღეს წარმოდგენილი იყო 3 სკოლა, ვანის, საჩხერის და ბაღდათის სკოლები. შესრულდა იმერული სიმღერები, ეს 3 დღე მხოლოდ იმერული სიმღერები და დასავლეთ საქართველოს ტრადიციის საგალობლები. ძალიან მნიშვნელოვანია ეს სკოლები ჩვენი ერის იდენტობისათვის, მომავალი თაობის განვითარებისათვის და ძალიან ბევრი ბავშვი სწავლობს უკვე ამ სალუტპარო სკოლებში, არა მხოლოდ იმერეთში, მთელ საქართველოში უკვე თითქმის ყველა რეგიონშია სკოლა და კიდევ და კიდევ იხსნება სკოლები. ამ კონცერტისთვის მთელი წლის განმავლობაში ვემზადებოდით. ძირითადად წარმოდგენილი გვაქვს იმერული ჩანართები, რომლებზეც ძალიან დიდხანს ვმუშაობდით და ჩემთვის ამ კონცერტში მონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს ამ სცენაზე ჩემს მეგობრებთან ერთად შევასრულებ ჩემი კუთხის სიმღერებს. მე დღეს სიმღერაში შევასრულო ყანური, ანგელოზთა ძალნი და მრავალჟამიერი. მე ძალიან ვემზადებოდი დღევანდელი დღესთვის, რადგან ეს იყო ჩემი პირველი გამოსვლა თბილისში.